ისედაც ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება, ვის როდის შეუწყვიტოს მანდატები, მათ შორის თქვენი პარტიის შემთხვევაში თქვენი თანაპარტიელებიც ამბობენ, რომ მაისში. მაშინ რატომ არა ახლა? მე მართალი არ მომისმენია, რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი და იქიდან მოვედი რაღაც სულხეთ ზედაპირზე ნახე რაც არის, თუმცა ჰედლაინები ესე ვთქვათ. მაგრამ არ ვიცი რა გადასაწყვეტი რატომ მიცე ფუფუნება რომ ჩემი სურვილით რატომ მივაღებინო გადაწყვეტა მათ უნდათ განდევნონ პარლამენტიდან შეზღუდონ დეპუტატები და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები შეუზღუდონ მათ ფინანსები, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ჩვენ არ ფუფუნება მას არ უნდა შეოქმნა და არ მინდა ნიშნის მოგებით გამომივიდეს, მაგრამ დღესაც გონია რომ სწორად ჩვენ მოვიქეცი და ჩვენი დამოკიდებულება სწორედ და მაშინაც ვეუბნებოდი ჩვენ კოლეგებს რომ არ ღირდა ამაზე ყურადღების გამახვილება და მანდატების საკითხის ესე პედალირება მაშინ როგორც მოხდა, იმიტომ რომ დღეს გარკვეულწილად სრულ მდგომარეობაში თითოეულ პარტიას ჭარბობს როგორც მინიმუმ ფინანსური კუთხით, იმიტომ რომ თქვა თორსტები ხვალიდან წყდება მათი ფინანსური ლეგალური ფინანსური დაფინანსება, რომელიც არ არის ოცნების ფული, ეს არის საზოგადოებამ ხმასთან ერთად ჩვენ მოგცა გარკვეულად უფლება მიიღოს ბიუჯეტიდან ის ფული, ეს არის ლეგალური ფული და ეს პარტიისთვის აუცილებელია და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მაშინ მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება ეხლაც მე ვფიქრობ, უფრო მკაფიო ჩანს, რომ არ იყო სწორი და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის კიდევ სწორი. კი მიუხედავად იმისა, ჩვენ მესვრის, რომ მაისში სავარაუდოდ დადგება ეს საკითხი, როდესაც გასცენების რაღაცა რაოდენობა იქნება, მათთვის ეს იქნება მათი კიდევ ერთხელ გამოვლინება იმ არადემოკრატიული მიდგომის, რომ თავი თვითონ ქონია, თვითონ ახუჭებენ, თვითონ შლიან, თვითონ ახდენენ იმ სისტემის დელეგიტიმაციას, რომელიც აქამდე ლეგიტიმაციას ცდილობდნენ. ამიტომ ამის ფუფუნებას არ მიცეთ, ჩვენ განცხადებას არ მიცემთ, რომელიცაც ისინი მოგდიყვია, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, პარტიებმა თვითონ დაწერეს ეს განცხადება. დღეს სამწუხაროდ ესეთი რეალობა შექმნა. ეს გზა სწორი არის მათ შორის არჩევნების მოსაპოვებლადაც, ანუ ამ გადაწყვეტილების შედეგი რა არის პოლიტიკური შედეგი, მანდატების ბოლომდე შენარჩუნება ვიდრე ოცნება. იცით, ეს არ არის პრინციპული საკითხი იმ ბრძოლაში, როგორ გითხრათ, ანუ ეს არის თავარი ხაზი ბრძოლის გადიოდა და არ ვიცი გახსოვთ, ალბათ გახსოვთ, იმიტომ რომ თქვენთან ხშირად ვისაუბრობდით ამ თემაზეც, რომ თავარი საკითხი არის დელეგიტიმაცია. დელეგიტიმაცია არ გადის ამ განცხადებაში. ერთ-ერთი მეთოდია, ერთი ბერკეტია თქვენს ხელში. მაშინაც ვიძახდი, რომ ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია. არ არის ბერკეტი, უბრალოდ თუ ისინი თავის სახეს კიდევ უფრო გამოაჩენენ, თუ ისინი თვითონ დაიწყებენ იმ პარლამენტის დელეგიტიმაციას, იმ პარლამენტის დაშლას, რომელსაც თვითონ თვლიან ლეგიტიმურად და არა ჩვენ, ეს მათთვის იქნება. მაგრამ ჩვენ რატომ ვიცით ამის შესაძლებლობა ჩვენი განცხადებებით. კიდევ ერთხელ, მთავარი საკითხი გადის არა იმაზე, ჩემი მანდატი როგორი იქნება. ეს მეორე ხარისხოვანი და ტაქტიკური საკითხია შეიძლება ითქვას და სტრატეგიული საკითხი არის პარლამენტის არალეგიტიმაცია. ეს ხო შედგა იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას ესე ვთქვათ ჰიპოთეტური დაშვებები ქონდა, რომ თურმე ჩვენ გახარია საქართველოსთვის მიცემთ ამის ლეგიტიმაციას. არა, პირიქით, უფრო მეტი ჩვენი მუშაობის მათ შორის ხა სხვას არ უკნინებ არავის, მაგრამ ჩვენი მუშაობის მათ შორის ნაწილი იყო ისიც, იმიტომაც გახდა განსაკუთრებული აგრესია ჩვენს მიმართ, რომ ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო, რომ ამ არალეგიტიმაციას და საერთაშორისო არაღიარებას ამ რეჟიმის ჩვენ შევუწყეთ ხელი. და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ იმის მაგივრად და კიდევ ერთხელ არ მინდა ისინი მოგებით გამომიწმა, უბრალოდ რახან ეს მოიტანა თემამ და სიტუაციამ. ანუ პირველი თვის განმავლობაში დარჩენების მეორე დღიდან პრინციპში ალბათ 25 ნოემბრამდე თელი თვე პრაქტიკულად ამაზე დებატებში დავხარჯეთ, აბსოლუტურად წყლის ნაყვა იყო ჩემი აზრით. დღესაც გონი, დღეს რო ყოფილიყო ის იგივე მდგომარეობაში ყველა დანარჩენი პარტია, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ ტაქტიკურად და არაფერს სხვა, უფრო ტაქტიკურად, უფრო ძლიერ პოზიციაზე ვიქნებოდი. კიდევ ერთხელ მინიმუმ ეხა ერთ ძალიან პარტიულ მაგალითს გეტყვი. მინიმუმ ერთი კონკრეტულ შემთხვევაში როცა უნდა რომელიმე დეპუტატის დაჭერა, ის როგორც მინიმუმ პროცედურულად უფრო რთულია, ვიდრე ეხლა. მაგრამ თუ დაჭერა უნდა დაიჭერენო, ასეთი თუ დაჭერა უნდა მაინც დაგუჭერენ, თუ დაჭერა უნდა საბოლოო ჯამში კანონსაც არ მიაქცევა ყურადღება. აქ ამ ფაზაში ჯერჯერობით ვერ შედიან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გავიაზროთ რა. ეს არ არის იმ ტიპის რეჟიმი, რომელსაც აქ ნავთობით სავსე ან რამე სხვა ენერგეტიკული ან რამე სხვა რესურსები, რომელსაც შეუძლია სრულიად იზოლირებულ მდგომარეობაში, როგორც ჩრდილოეთ კორეამ ან ნებისმიერ საქმე რეჟიმმა, ან თუნდაც ირანმა იფუნქციონირებს. მას ჭირდება გარკვეული ინტერაქცია და დასავლურ ბაზრებზე. ეს მისთვის სასიცოცხლო, ანუ ეს არის ჟანგბადი, რომელიც ჭირდება. ოღონდ არ ჭირდება მაგას ძალიან დიდი რესურსები და აღიარება დემოკრატია. მას ჭირდება მცირე ლეგიტიმაცია, ამ ლეგიტიმაციისთვის იბრძვის. ამიტომაც ის კანონებს ცვლის და უცებ თქვა უკანონოდ კი არ აყალიბებს დიქტატურას, აყალიბებს საკანონმდებლო სისტემას აყალიბებს და ცდილობს რომ ფარას კანონს გავაკეთებო. იმას კი არ ეძახის რომ ახალ რეპრესიულ ფარას კანონს გავაკეთებო. ამ ფაზაში ასუფთავებს ველს, ამ კითხვა მარტო ისა, რამდენად სწრაფად დაამყარებს დიქტატურას.
გააკეთო სამართლებრივი სისტემა შექმნა, სამართლებრივი ცოტა ცუდი სიტყვა, იმიტომ რომ სამართალთან არის კავშირი, ანუ საკანონმდებლო კანონებით შექმნა დიქტატურა. ამიტომ მაინც ეძებენ რომ რაღაცა სივრცე დაიტოვონ, რომ საბოლოო ჯამში ვიღაცასთან ბიზნესი აკეთო, იმიტომ რომ ის შავი ფული და თვითონ ინვესტიციები მოდის, რომელშიც 6 გაბერილია და რაღაცა მაინც იქნება იმისთვის, რომ აქ რაღაცა ფულის გათეთრება. მაგრამ ხომ იღებენ ბატონ დიმიტრი ამ რეპრესიულ კანონებს? არა ნაცრისფერი ზონა, არამედ ჭირდება კავშირის საერთაშორისო ბაზრებზე. ყველაზე დიდ ბაზრებზე ამერიკის და ევროკავშირის ბაზრები არის დაახლოებით მილიარდამდე მოსახლის ყველაზე შეძლებული მიუხედავად იმისა, რომ მინდა ხომ იღებენ ისინი მაინც რეპრესიულ კანონებს. ანუ შედეგი რა არის მაშინ? მხოლოდ ის რომ არ არის აღიარებული პარლამენტის ლეგიტიმაცია გარეთაში. მეცხრე შორის ასეთი მინიშნებაც იყო თუ სწორად გავიგე თქვენი პარტიის მიმართაც, რომ აი 100 თუ ჩამოცდება დეპუტატების რაოდენობა, შეიძლება ქვედუნარიანობის საკითხიც დადგეს კითხვის ნიშნის. ასე არ უმრავლესობა არც ისე ქონდათ არც ასე და მაგიტომ მაგაში არ არის საკითხი და აღშქვემოთ ჩამოსული ეს რაღაც პროცედურულ პირველ ეტაპზე არის რომ 100 მანდატი უნდა იყოს არჩეული ის რომ პარლამენტმა უფლებამოსილება ცნოს. ეს არის მე აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. მე აღარ აქვს მნიშვნელობა, მათ ესე თუ ფორმალურად, ლეგალისტურად, ფუნქციონალური იყოს პარლამენტი 76 ხმა ჭირდება და ეს არის. და კანონის მისაღებად ეს საკმარისია. კონსტიტუციას ისედაც ვერ იღებდნენ და ასედაც ვერ. ანუ ეს არ არის ეს ცალკე მოხსნილი თემა. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ გვაგანცდა ყოველ შემთხვევაში ზოგიერთებს მათ შორის პროტესტიც არის განსა რომ თითქოს ვიწურებით და რეალურად შედეგი ვერ მივაღწევთ. მე მინდა გითხრათ რომ ძალიან იმაზე მეტი შედეგი გვაქვს მიღწეული ვიდრე მაშინ როცა ვსაუბრობთ ოქტომბერ-ნოემბერში როცა ვსაუბრობთ არალეგიტიმაციაზე მაშინ მქონდა განცდები და მაშინ მქონდა მოლოდინები. დღეს ძალიან მნიშვნელოვნად არის დაზიანებული კი არა შემდგარი არის მათი არალეგიტიმაცია. ევროსაბჭოს რეზოლუცია რომელიც ძალიან ამაყად ჩვენი მხარდაჭერით ყველასი მივიღეთ და მიიღო უბრალოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ეს არის ფუნდამენტი ეს არის ჩვენი დაახლოებით გაეროს რეზოლუციას არ უდრის მაგრამ ეს ის ორგანიზაცია რომელსაც ყველა ევროპული კონტინენტური ევროპის ქვეყანა არის დამოკლედ 46 ქვეყანა 46 აღარ არის რუსეთის გამოკლებით არის უკვე ხო მაგრამ პრაქტიკულად ყველა ქვეყანა და ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჯერა ეს არის სამართლებრივი ბაზისი ამაზე დგას უკვე საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება ყველა ქვეყანა რომელიც დაიჭერს საქართველოსთან საქმეს ამ რეჟიმთან უნდა გაითვალისწინოს ეს რეზოლუცია იმიტომ რომ ყველა არის ევროსაბჭოს წევრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან ჩვენ ძალიან სერიოზული სამართლებრივი ბარიერები შევქმნით მათ ის და ამაზეც არის პასუხი რომ არც დაველოდებით ვერ მოახდინოს შავი ფულის გათეთრება შავი ფულის გათეთრების გარეშე ამ რეჟიმს რესურსი არ აქვს ფუნქციონიროს და შავი ფულის გათეთრებისთვის ჭირდება წოდომა საერთაშორისო ლეგალურ ბაზრებზე სხვა შემთხვევაში ნაცრისფერი ზონა რასაც ქვია არის რუსეთი და რუსეთი ბევრად უფრო დიდია იმისთვის ამიტომაც საუბრობთ ჩვენ ძალიან საინტერესო გამარჯვებით მიდივართ ძალიან მყინვეული ძალიან რთულია ალბათ მზიას ან ნებისმიერ სხვა პოლიტპატიმრისთვის ამის ახმა მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გამარჯვებით მიდივართ როგორც ეს გამარჯვებები და ეს ბრძოლა არის ძალიან უსამართლო პროცესში ვარ ძალიან მძიმე და მყინო ძალიან ფიზიკურ დარტყმებს და კილოს ვღებულობთ და ამიტომ ჩვენ ძალიან ტაქტიკურად სწორად მოვიმუშავოთ მეტი არ ჩვენ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი აი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბრძოლა ჯიუტი პრინციპული და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე უბრალოდ ამ ქვეყანაში ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ ცნობთ იცით ეს საზოგადოება ამ ქვეყანაში სადაც ესეთი საზოგადოება რომელსაც აქვს ძალიან საღი აზრი აქ დიქტატურა არ ჩამოყალიბდება იმიტომ რომ ამის რესურსი არ აქვს ამ ქვეყანას მადლობა დიმიტრი სკიტიშვილი პარტია საქართველოს